შეუცვლელი ელემენტი, რომელიც სამარწყო მეურნეობაში უეჭველად დაგჭირდებათ. თქვენ კოლხიფერმის YouTube არზე იმყოფებით, უფასო მეგობრებო და დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა, როგორც ყოველთვის არის ზედმიწევნით გასათვალისწინებელი და აუცილებელი სანამ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, საუბარს მე მინდა კვლავ გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და აყენოთ ზარისხილა კი რომ თქვენ მიიღოთ ინფორმაცია შემდგომი ეპიზოდის დადების შესახებ, ხოლო ჩვენ კი რა თქმა უნდა სტიმული მოგცეთ. ჩვენ საუბრობთ დღეს ელემენტზე, რომელსაც ქვია კალცი, მეგობრებო და დღეს აქ ერთ-ერთი წარმოადგინე ეს არის ბრექსილ კალცი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს ნერგებზე მიდის ფოთლოვანი კვებით, იმიტომ რომ ფოთლოვანი კვებით, ესე იგი, გათვალისწინებული ხელატური ფორმა არის და მიედინება, ესე იგი, უნდა ვიცეთ უფრო სწორად ფოთლიდან კვების დროს. ეხლა რა არის საერთოდ რა ელემენტი არის ეს კალცი? არსებობს, როგორც ვიცით, სამი ძირითადი საკვები ელემენტი, ეს არის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, რომელიც შეუცვლელი არის და მიმდინარეობს მათი კვება როგორც ძირითადი საკვების საშუალებებით, ანუ ფესვიდან გამოკვებით, ასევე რა თქმა უნდა ფოთლიდან გამოკვებით. კალცის არ გამოყენები ძალიან ხშირად ფერმერები ძალიან დიდ შეცდომას უშევენ. ეს მხოლოდ რა თქმა უნდა მარწყვს არ ეხება, არამედ სხვა კულტურებსაც ეხება. კალცის დანაკლისი აისახება აბსოლუტურად მთლიანად პლანტაციაზე. ეხლა პირველ რიგში ისთვის არის საჭირო. აი, მაგალითად, მაღალი ტემპერატურები, როდესაც არის და ხშირად ხედავთ, რომ ნაყოფი, მაგალითად, აი ნაყოფი, აი ეს ნაყოფი ესე იგი ტირის, ესე რომ ვთქვათ, პობისკენ მიდის, რბილი ხდება და არატრანსპორტირებული ხდება. დიახ, პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ ჯიშიც უნდა იყოს შესაბამისი სამარკეტინგო თვალსაზრისით გათვალისწინებული, ეს არის კალცის დანაკლისი. კალცის დანაკლისის დროს ზუსტად აი ესე ხდება ნაყოფის ტირილი, ესე რომ ვთქვათ. ამიტომაც აუცილებელი არის, რომ კალცი მიეცეს საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით. ეხლა როდის უნდა მიეცეს? განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის კალცის მიცემა ჩვენი ენერგიებისთვის, როდესაც იწყება ბუტონიზაციის ფაზა. თუმცა, როგორ ვაკეთებთ ეხლა ჩვენ? კალცი ჩვენთვის ძალიან დიდი ხანია შეუცვლელი ელემენტია, როგორც გითხარით და როგორც კი ვიწყებთ კვებას, ეს იქნება ღია გრუნტში თუ დახურულ გრუნტში გაზაფხულის პირველი ტალღის მომზადების დროს, ძირითად საკვებთან ერთად, ეს არის N, P და K-სთან ერთად შუაში ვუშვებთ, ესე იგი, კალცს. რას ნიშნავს ეხლა ეს, როგორ კიდევ ერთხელ რო ჩავშალოთ? ანუ თუ ვაძლე ერთ დღეს მივეცით NPK კვება, დაახლოებით 3-4 დღის შემდგომ ასევე ფესვოვანი გამოკვებით ვაძლებთ კალცს. კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს როგორც კალცის ელიტრა, ძირითადად კალცის ელიტრა, რა თქმა უნდა, ასევე შეიძლება იყოს კალცის სულფატი, თუმცა კალცის სულფატს ფაქტიურად არ ვიყენებთ, უფრო კალცის ელიტრას გამოვიყენებთ ხოლმე ფესვოვანი გამოკვების დროს. სტებლების გამაგრებისთვის, სტებლი არის აი ღერო, რაზეც არის საუბარი. სტებლის გამაგრებისთვის, იმისათვის, რომ ნერგის უჯრედ შორისი გამაგრებები იყოს, კედლები იყოს ძლიერი, იმისათვის, რომ ბუტონიზაციის ფაზაც არ იმართოს სწორად, იმისათვის, რომ ესე იგი, შემდგომ ნაყოფის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. პირველი და შეუცვლელი ელემენტი არის, მეგობრებო, გახსოვდეთ კალცი. კალცი და ხშირად არის ესეთი კითხვები, რომ რამდენჯერ გამოვიყენოთ. ზოგს გონია, რომ ეს არის სეზონური გამოსაყენებელი, განსაკუთრებით ნეიტრალ რემონტატულ სახეობაში. არამც და არამც. პირიქით, აუცილებელი არის, რომ კალცის გამოყენება მოხდეს მთელი სეზონის განმავლობაში, ძირითად საკვებ საშუალებებს შუაში. ანუ თუ მაგალითად 10 დღეში ერთხელ აძლევთ NPK-ს, რომ მისცემთ 5 დღის მერე უნდა მისცემთ კალცი. შემდგომ, როდესაც კიდევ მოგიწევთ, ესე იგი, NP და K-ს მისცემა, ესე იგი, ფესვოვანი გამოკვებით არის, რა თქმა უნდა, საუბარი, ასევე უნდა მისცეთ კვება კალცით. ხა კალცი არის შეუცვლელი საკვები ელემენტი, ისევე როგორც ჩვენთვის ადამიანებისთვის არის პური. აი პირდაპირ შედარება რო გავაკეთო, კალცი ნიშნავს ამას, რომ ადამიანი როდესაც საკვებს მიირთმევს და დამატებით, ანუ პური იმისათვის, რომ ორგანიზმმა იგრძნოს შევსება და ჩვენ განსაკუთრებით ქართველები პურს მოვიხმართ, შესაბამისად შეუცვლელი საკვები ელემენტი არის. ასევე კალცის დანაკლისი, როდესაც კალცი არის ნაკლებობაში, ნერგზე აისახება როგორ, ანუ ძალიან სწრაფად ხდება დაავადების მიერ მისი
შეჭმა, ესე რომ ვთქვათ, ადვილად ერევა დაავადება, ნერგის სუსტია. აი ადამიანის შემთხვევაში ხო, აი პატარებს ჩვენ ვაძლევთ კიდევაც კალცის, ასევე დასრულებს ყველა სპორტსმენებს აუცილებლად კალცი გვჭირდება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ამით ასევე არის ზუსტად ეს ცოცხალი ორგანიზმი, მარწყვის ნერგები, რომელსაც ჭირდება. თუ კალცი მას არ აქვს, ადვილად მოერევა სხვა დაავადება და მავნებელია. შესაბამისად აუცილებელი არის, რომ კალცი მიეცეს კალცი არა მხოლოდ მარცს, არამედ აი ყურძენსაც რა თქმა უნდა ჩავრთავ ამ ბლოკში აუცილებლად სჭირდება და ასევე ბუტონიზაციის ფაზაში ეხლა ხშირად არის გამოსული პრეპარატები, რომელსაც ეწოდება კალცი ბორი. ერთი მხრივ ეს ძალიან კარგი არის, სხვათა შორის. ერთი მხრივ ბუტონიზაციის ფაზაში ახდენთ, რომ კალცს აძლევთ ფოთლოვანი შესხურებით და ფოთლოვანი შესხურება უფრო მიმღებლობითია და მე ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ძალიან ვრცელ ბლოგში ვისაუბრე, პლუს ამას წარმოიდგინეთ აძლევთ ასევე ბორს, რომელიც რა თქმა უნდა დამტვერვას უზრუნველყოფს და ბორი მეზოელემენტია კალცთან ერთად და ესენი არ არიან ერთმანეთის ანტაგონისტები, არამედ პირიქით ერთმანეთთან მიმღებლობით არიან. კალცის გამოყენებას უბრალოდ ერთ რამე არის, რომ სხვა ელემენტთან მიმართებაში არ არის სასურველი. აუცილებელი არის, რომ თუ მუშაობთ მაგალითად მცირე სიღრმეზე, კალცის ელიტრასთვის უნდა გქონდეთ საუკეთესო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცალკე დადგმული ავზი, რომ მოხდეს, არ მოხდეს მისი შერევა მაგალითად თუნდაც ფოსფორთან, იმიტომ რომ ფოსფორი კალცი ანტაგონისტები არიან ერთმანეთთან და ასე შემდგომ და არ არის რეკომენდირებული ისევე როგორც მაგალითად როდესაც ხდება სპილენძის შემცველი ფუნგიციდის არ შეიძლება სპილენძის შემცველი ფუნგიციდის გამოყენება სხვადასხვა ელემენტთან, იმიტომ რომ შერევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, რეაქციას გამოიწვევს. ასევე არის კალცი. კალცი აუცილებლად ცალკე უნდა მიეცეს. მოკლედ, უფასო მეგობრებო, გამომწერებო, აუცილებლად იმუშავეთ კალცით როგორც შესხურებით. ეხლა შესხურებასთან დაკავშირებითაც ბარემ ვიტყვით, როდესაც NPK მიეცით, ესე იგი ერთ დღეს, შემდგომ 5 დღის მერე შემდგომ მაგალითად მიეცით და თქვენი გრაფიკი ესე დაგეგმეთ ფესვიდან ასევე კალცი, 2-3 დღის შემდგომ გააჩნია ფაზას, როდესაც იქნები, თუმცა ჩემი რჩევა არის, რომ ნაყოფის ფაზაში არა რა თქმა უნდა, როდესაც პირველი ნაყოფები გამოჩნდება იქამდე ფოთლოვანი შესხურებაც გააკეთოთ ესე იგი თქვენს ნერგებზე, ამით ფაქტიურად თქვენ დაიცავთ თქვენს ნერგებს და ამყოფებთ ძლიერად. როდესაც ფოთლოვანი გამოკვება ხდება, გირჩევთ რომ 10 ლიტრ წყალზე 1%-იანი მოამზადოთ და 100 გრამი ან 100 მილიგრამი პრეპარატი გამოიყენოთ, რაც ფაქტიურად დოზა არის და დოზის გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. ასევე კალცის, როდესაც შევსებული არის, ის უზრუნველყოფს სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების თავიდან ნაცილებას, ნაცრისფერი სიდამპლის თავიდან ნაცილებას და მოკლედ კალცი არის შეუცვლელი ელემენტი, რომელიც ჭირდება ჩვენს პლანტაციებში. არ დაგავიწყეთ ახალ ხის გამოწერა, მეგობრებო, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ჩვენ კიდევ ბევრი საინტერესო ბლოგით შევხვდებით.